ამ წუთებში საგამოძიებო კომისიის ხდომა იწყება. ვალერი გელაშვილი, გოჩა კაკოიშვილი და ბესიკ დანელია უპასუხებენ კომისიის წევრების კითხვებს, განიხილავენ მათი უფლებების შელახვის ფაქტებს. დეტალებს ნინო არღულიანი გაგვაცნობს. პირველი, ვისაც დღეს საგამოძიებო კომისია მოусმენს, ვალერი გელაშვილი იქნება, ყოფილი დეპუტატი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სასტიკად გაუსწორდა მხოლოდ იმის გამო, რომ ავლაბარში პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობისას სააკაშვილს კუთვნილი ქონება არ დაუთმო. ვალერი გელაშვილი იხსენებს, რომ ამის შემდეგ მოხდა ამ ამბის გასაჯაროება მისი მხრიდან ერთ-ერთ საგაზეთო გამოცემაში და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იწყება პირადი ანგარიშწორება ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ. გელაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა მისი ანგარიშწორების ბრძანება დაავალა ვანო მერაბიშვილს და ერეკლე კოდუას, მას ჰქონდა მძიმე დაზიანებები მიღებული და როგორც თავად ამბობს, სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა 2005 წელს, როდესაც მას, როგორც უკვე აღნიშნე, მერაბიშვილის დავალებით და ერეკლე კოდუას მონაწილეობით სასტიკად გაუსწორდნენ. გელაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 6 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი. რომელიც რეზიდენციის იმაშფლობელობას შეეხება. იმ სახლიდან გამომდინარე. რომ მოგვივიდა დაპირისპირება, ეს იყო პირადი ისინი იყო შეურაცხყოფები იყო მის მხრიდანაც. მერე მეც ფულის გადახდას არაპირებდნენ, მაწვალებდნენ და იძულებული იყო მერე მეც რაღაც ინფორმაციის სახით მეც გაზეთში რაღაცები დავწერე და ამიტომ მერე დამემუქრენ რომ გაგისტორდებით თო და მაშინ ვილნიუსში ვიყავი რომ ჩამოვდი და მომიწყეს თავდას ქალაქის ცენტრში. მიხეილ სააკაშვილი იყო დამკვეთი, როგორც თქვენ წლები ამბობთ, ვინ იყვნენ შემსრულებლები? შემსრულებელი იყო სპეცსამსახურები. კოდუა და ის იყო კიდე აფხაზეთის სპეცნაზი. ვანო მერაბიშვილს რა როლი ჰქონდა? ვანო მერაბიშვილი ორგანიზება გავაკეთა. ადრე მიხეილმა თვითონ როგორც ვიცი ოქროაშვილს თხოვა და ოქროაშვილმა უარი უთხრა და არ შეიძლება და სხვანაირად მოვილაპარაკოთ, მაგრამ მე ვანო მერაბიშვილმა დათანხმდა და ვანო მერაბიშვილმა შეასრულა. რა ტიპის დაზიანებები ჰქონდა? ფუძის ძვალი ჰქონდა მოტეხილი. იშვიათად რო თოვიდა ცოცხალი რჩება. ფუძის ძვალს მოტეხილში. მithumetes არც გავთიშო. ყოველი კომისიის ხდომის შემდგომ ნათელი ხდება ის, რომ ნაციონალურ მოძრაობის და მისი მიმდევრების დღეები უკვე არის დათვლილი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კომისიის დასკვნა იქნება პრაქტიკულად დასასრულის დასაწყისი ნაციონალური მოძრაობისთვის. ჩვენ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ვაპირებთ, რომ შევიტანოთ სარჩელი და ეს დასკვნა იქნება საკმარისზე ბევრად მეტი მტკიცებულებებით ახსავსე იმისათვის, რომ აღარ იარსებონ ისეთმა რეჟიმებმა, როგორც იყო თავის დროზე ფაშისტური რეჟიმი, ნაციონალ-სოციალისტური ჰიტლერის პარტია და როგორც არის სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა თავისი მიმდინარეობებით. რაც შეეხება მიმდინარე საქმეებს, დიახ, დღეს ბატონი ვალერი გელაშვილი იქნება, ვიცით მასთან დაკავშირებით როგორ მოექცა მას რეჟიმი და ასევე იქნება კიდე სხვა პირები, რომლებიც სამწუხაროდ გააგრძელებენ აი იმ უბედურებების მოყოლას, რა უბედურებების მოუტანა ზოგადად სახელმწიფოს და საზოგადოებას ნაციონალურმა მოძრაობამ. უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ვალერი გელაშვილის გარდა დღეს საგამოძიებო კომისია გოჩა კაკოიშვილს და ბესიკ დანელიას მოусმენს.